მოგესალმებით მეგობრებო, დაბრუნდით შემდეგი საბრძოლო კვირით და ამჯერად კანადიდან პირდაპირ გადმოხვდებით ლას-ვეგასში მეტა აპექსში თავარი ბრძოლით ალჟამენ სტერლინგი იუსეფ ზალალის წინააღმდეგ. რაც უკვე ფედერვეითში ასული ალჯო შეეცდება ამ ბრძოლით გავიდეს საჩემპიონო ბრძოლაზე, თუმცა მას არც თუ ისე ადვილი საქმე ექნება, რადგან იუსეფ ზალალი მშიერია დაბრუნებული UFC-ში და ისიც ალჯოს მსგავსად ცდილობს ჩაიხუტოს ფედერვეითის კამარი. მსგავსად წინა ქარდისა ამ ქარდზეც კომეინი გვაქვს ქალბატონების ჯახი, ნორმა დუმონტი და უპირისპირდება ჟოზელინ ედვარდს. დიდი ალბათობით ეს ჩხუბიც კამარზე გასასვლელი ჩხუბია. მეინ ქარტში ასევე ვიხილავთ UFC ვეტერანის დეივი გრანტის დაპირისპირებას UFC-ს ახალწვეულ ედრიან ლუნა მარტინეტის წინააღმდეგ. ასევე ვნახავთ მონტელ ჯექსონისა და რაონი ბარსელოსის დაპირისპირებას. ეს და სხვა ბრძოლები გვექნება ქარტზე და დავიწყოთ ნელ-ნელა ამ ქარდის განხილვა. სანამ დავიწყებდეთ, თხოვნა მექნება რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწიროთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ. ავედით უკვე 1000 გამომწერზე, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. გადავწვდით უკვე და წინ მივდივართ უფრო და უფრო. წინა ვიდეოში კი ვილაპარაკე, მაგრამ მაინც აქაც მინდა რომ გადავხედოთ ორი სიტყვა ვთქვათ ჩვენი კანადის წინა ქარდზე. ძალიან კაი ქარდი იყო, მოკლედ პროგნოზების მხრივ ძალიან გამართლდა, როგორც მეგონა, თითქმის ყველა ბრძოლა ისე წამოვიდა. რეკორდი იყო 9-2-1, ანუ 9 ბრძოლა ზუსტად დავა პროგნოზე, 2 ბრძოლა გაიმაზა და 1 ფრემორჩა. ეს ჩვენი წინა კანადის ქარდი ერთი შეხედვით არ იყო კარგი და ბევრი წუწუნებდა თუ რა მოსაწყენი ქარდი იყო, თუმცა როგორც ვნახეთ, საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, მე პირადად ძალიან მომეწონა. დიდად არ დაგიმალავთ, არც მე არ ვარ ამ ქარდით აღფრთოვანებული, მაგრამ სულ არაფერს ჯობია, რაც არის, ეს არის ამ კვირას. ალჟამენ სტერლინგი ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან ნაცნობი მებრძოლია, მერაბის სპარინგ პარტნიორია, ძალიან ახლო მეგობარია და ყველამ კარგად ვიცით, ძალიან უყვარს ალჯოს საქართველო და ძალიან ბევრი ფანებიც ყავს საქართველოდან. ფედერვეითში ახალი ასულია, ბენთემვეითის ჩემპიონი არის, ყოფილი ჩემპიონი უпроსწორად და ბოლოს შონომალისთან რო წააგო კამარი, პირდაპირ ავიდა ფედერვეითში, დატოვა ბენთემვეითი და იმის მერეა 3 ჩხუბი აქვს ფედერვეითში ჩატარებული. კელვინ კატართან აქვს პირველი ჩხუბი მოგებული, მერე მოუსართან აქვს ნაჩხუბარი და ძალიან ახლო ჩხუბი აქვს მოუსართან წაგებული. საერთოდ არ არის ცუდი წაგება ჩემი აზრით, რადგან მოუსარი აგერ ხა დიდი ალბათობით კამარზე იჩხუბებს და ბოლოს ბრაიან ორტეგასთან იჩხუბა და ამარცხა ბრაიანიც და საერთო ჯამში რა ვიცი, ჩემთვის ფედერვეითში მშვენივრად გამოიყურება. აგერ რო ჩავხედოთ მის კარიერას, რაც ფედერვეითში ავიდა, 5 გრეპლინგ მატჩი აქვს ჩატარებული UFC-ს გარეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ალჯო თუ არ ჩხუბობს, მაინც აქტიურია, მსგავსად მერაბისა, ძალიან ერთნაირები არიან მერაბი და ალჯო და ზუსტად მაგიტომაც არიან ესე ახლოს ერთმანეთთან. მოუსართან ჩხუბს რო დაუბრუნდეთ, ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი ჩხუბი იყო საერთოდ მოუსართან ალჯოს ეგ ჩხუბი, ძალიან მაგარი გრეპლინგ გაცვლები იყო. ვიცოდით საერთოდ ალჯოს შესახებ, რომ ძალიან მაღალი დონის გრეპლერი იყო, თუმცა აი მოუსართან მგონია მაგ ჩხუბში გამოაჩინა ალჯომ, რომ მართლა უმაღლესი დონის გრეპლერია, საერთოდ არაფერი არ დაუთმო მოუსარს, არც ჭიდაობაში და არც ძირს და საერთოდ ძალიან ახლო ჩხუბი იყო. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ფიქრობს, რომ ძალიან ჩვეულებრივად ეს ჩხუბი შეეძლო ალჯოსთვის მიეცათ, ხოლო იმ ორ მოგებას, რაც აქვს კატართან და ორტეგასთან, ორივეს გრეპლინგით მოუგო, თუმცა კატარიც და ორტეგაც უკვე თავისი კარიერის ბოლოსკენ არიან მგონია, მაგრამ მაინც ორივე ტოპ მებრძოლია და ძალიან კაი მოგებებია, ხოლო ბენთემვეითში ვიცით, აგერ ჩემპიონი იყო, ძალიან გამოცდილი ალჯო და აგერ 5 რაუნდის გამოცდილება აქვს, რამდენჯერმე აქვს 5 რაუნდი ნაჩხუბარი, რასაც ვერ ვიტყვით მის მეტოქეზე. ზალალისთვის ეს იქნება პირველი 5 რაუნდიანი ჩხუბი. იუსეფ ზალალი შედარებით ახალგაზრდაა ალჯოსთან შედარებით, 29 წლისაა, ალჯო 7 წლით უფრო დიდია. ზალალი ერთი პერიოდი UFC-ში იყო, ილიასთანაც აქვს ნაჩხუბარი, ილიას დებიუტი ზალალთან აქვს გაკეთებული და საერთოდ ზალალი ის ერთადერთი მებრძოლია ილიას წინააღმდეგ, ვინც რაუნდი მოუგო ილიას და შემდეგ ჩხუბი გადაწყვეტილებამდე მივიდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად ილიას ზალალმა გაუკაჩა, თუმცა 2020 წელს იყო ეს, მაშინ სხვა ილია იყო და თან მაგ ჩხუბში კოვიდი ახალი გადატანილი ჰქონდა ილიას და თან short notice ჩხუბი იყო, ანუ ბევრი წვრილმანი იყო, თუმცა ფაქტი ეს არის, რომ გავსად ჯერჯერობით UFC-ში ილიას ვერავინ გაუკაჩა და ვიცით ეხა ილიაზე არ დავიწყებ ლაპარაკს თუ რა დონეზეა ეხლა ასული. მოკლედ ილიას რო ეჩხუბა, ორი ჩხუბი წააგო იმის
მერე UFC-ში ზალალმა ერთი ფრე ჰქონდა, ანუ სულ 3 ჩხუბი ჩაატარა ილიას შემდეგ და ამის შემდეგ გააგდეს UFC და შემდეგ 5 ჩხუბი ზედიზედ მოიგო 1 წლის განმავლობაში, დააბრუნეს ისევ UFC-ში და იმის მერე რაც დაბრუნდა, აგერ უკვე 6 ჩხუბი აქვს ჩატარებული, 6-ივე მოგებული აქვს. ჯერ ბილი კვარანტილოსთან დაბრუნდა ანდერდოგად, მოიგო ჩხუბი და როგორც თქვი იმის მერეა სულ ლიგებს. არის ძირითადად გრეპლერი და აგერ ძირითადად სამიშენებით აქვს მოგებული, რაც დაბრუნდა UFC-ში 5 ჩხუბიდან 4 საბმიშენი აქვს გაკეთებული და 1 დესიჟენი. ძირითადად მტკინველს ეძებს ეს კაცი და ვფიქრობ ამ ჩხუბში გაუჭირდება მტკინველის მოძებნა ალჯოს წინააღმდეგ, სწორი გეგმა ალჯოს წინააღმდეგ იქნება, რომ ეს ბრძოლა დგომში დატოვოს და შეეცადოს ალჯო დაამარცხოს დგომში. ჯოშემეტთან აქვს მოგებული ბოლო ჩხუბი, უადვილესი ამბარი გაუკეთა ჯოშემეტს. ჯოშემეტიც ძალიან ბოლოსკენაა უკვე კავის კარიერაში. იმის წინ კატარს ეჩხუბა და კატართან მაგ ჩხუბში ძალიან ბევრი ჰეითერი გაიჩინა ზალალმა, იმიტომ რომ პირველი 2 რაუნდი მოგებული ჰქონდა და მესამე რაუნდი უბრალოდ გადარჩენაზე იყო და ძალიან გაურბოდა, უფრთხოდა კატარს და მოკლედ დრო გაყავდა რა, რომ დესიჟენამდე მისულიყო, რადგან იცოდა რომ პირველი 2 რაუნდი მოგებული ჰქონდა და ელოდებოდა როდის აუწევნე ხელს. დიდი ალბათობით ამ ჩხუბში გამარჯვებული ჩემი პირადი აზრით დაელოდება ქამარზე ჩხუბს. მგონია რომ ქამარზე ვოლკანოვსკისთან ეხლა მოსარს აჩხუბებენ და მათში გამარჯვებულს დიდი ალბათობით ამ ჩხუბში გამარჯვებული ეჩხუბება რა. როგორც თქვი 5 რაუნდიანია და ეს უპირატესობა ალჯოსთვის, რადგან გამოცდილია და ნაჩხუბარი აქვს 5 რაუნდი. არ მგონია ამ ჩხუბში ბევრი გრეპლინგი ვნახოთ, რადგან ფიქრობ თუ ვინმე იქნება ინიციატორი გრეპლინგის, ეს იქნება ალჯო. ფიქრობ რომ ზალალი მოახერხებს და დატოვებს ამ ჩხუბს ფეხზე, შეიძლება რამდენჯერმე ჩაიყვანოს ალჯომ, მაგრამ საერთო ჯამში არ მგონია ისე იყოს, რომ აი ალჯომ სულ გადაიყვანოს ძირს და ძირს აკონტროლოს, როგორც ორტეგასთან გააკეთა და ძირითადად როგორც უყვარს ხოლმე ალჯოს. ფიქრობ დგომში ძალიან ახლო ჩხუბი იქნება, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ სტრაიკინგში უპირატესობას ვანიჭებ ზალალს. საერთოდ ძალიან ახლო ჩხუბი მგონია რა. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, ბუკმეიკერებს ცოტა სხვანაირად გონიათ ეს ჩხუბი. ალჯო ანდერდოგია 2.18 აქვს კოეფიციენტი, ზალალს 1.66 აქვს. მე უფრო თანაბარ კოეფიციენტებს მივცემდი, მაგრამ საერთო ჯამში პატარა უპირატესობას ზალალს მივცემ. ფიქრობ ალჯო თავის კარიერის ბოლოსკენაა, კარგი სტრიკი აქვს აკრეფილი და თუ წააგო ეს ჩხუბი მგონია რომ დაკარგავს შანსს და დიდი ალბათობით ვეღარ მივა ქამრამდე, ფედერვეითის ქამრამდე. ამიტომ მგონია რომ ძალიან მოტივირებული იქნება ამ ჩხუბში და მომზადებაში საერთოდ ყველაფერს ჩადებდა და თვითონ ჩხუბშიც საერთოდ ყველაფერს ჩადებს და ძალიან გულიანად იჩხუბებს. ზუსტად ამიტომ ძალიან მიჭის ამ ბრძოლაში რომელიმე მებრძოლის არჩევა და მაგიტომაც მოდი ჩემი ფიქი ამ დაპირისპირებაში იქნება 4.5 რაუნდზე მეტი, რასაც კუში აქვს 1.54. ყველაზე safe ვარიანტი მგონია ამ დაპირისპირებაში, რადგან ძალიან 50-50-ზე მგონია ეს ჩხუბი. გადავიდეთ ჩვენი ქალების კომეინ ივენტზე, ნორმა დუმონ და უპირისპირდება ჟოსელინ ედვარდს. ნორმა დუმონტი უკვე 6 ჩხუბია აგერ winning streak-ზე მოდის, ძალიან კარგად გამოიყურება, ვითარდება ბრძოლიდან ბრძოლამდე, აგერ ბოლო ჩხუბი კეტლინ ვიეირას მოუგო, თუმცა სპლიტით მოუგო და ძალიან ახლო ჩხუბი იყო, შეიძლებოდა ძალიან ჩვეულებრივად ვიეირასთვის მიეცათ ეგ ჩხუბიც, მაგრამ აი მაგ ჩხუბის წინ ირენე ალდანასთან ძალიან მაგრა იჩხუბა. ალდანა არის ძალიან მაგარი მექსიკელი სტრაიკერი და სტრაიკინგში დაჯავნა დუმონტმა, რასაც ნახდად არ ველოდებოდი, იმიტომ რომ იმის წინ ჟერმან რენდემის ეჩხუბა და მაგ ჩხუბში თითქოს ძალიან ეშინოდა რენდემის სტრაიკინგის და ძირითადად ეჭიდავა და აკონტროლა, სულ რაღაც 10 significant striking-ი ჰქონდა საერთოდ დუმონტს მაგ ჩხუბში და მე შემდეგ ჩხუბში გამოვიდა და უმაგრესი სტრაიკინგი აჩვენა. ვიეირასთანაც ვნახეთ ძალიან კაი კრივის კომბინაციები ჰქონდა და საერთოდ ძალიან შეკრული მებრძოლი გაიჩიტა თავის კარიერის ამ ეტაპზე. თავიდან თუ უგებდნენ ხოლმე, ჭიდაობით უგებდნენ ხოლმე, მეისი ჩიასონმაც ჭიდაობით მოუგო, ძირ ჩაიყვანა და აკონტროლა, მაგრამ ეხლა მგონია მსგავსად ვეღარ მოუგებენ და ზუსტად ფიქრობ ჟოსელინ ედვარდსიც ამას შეეცდება. ძირითადად ჟოსელინ ედვარდს უყვარს ხოლმე რომ თავის მეტოქეები ჩაიყვანოს და ძირს დააფინიშოს. ფიქრობ ძალიან გაუჭირდება ნორმას ძირს გადაყვანა და ფეხზე ფიქრობ ნორმა აჯობებს სტრაიკინგში. ჩვენიერი 4 ბრძოლიანი winning streak-ით მოდის ჟოსელინ ედვარდსიც. ნორმა დუმონტი ბევრად მაღალ დონეზე ჩხუბობს და მისი ოპონენტების კლასი უფრო მაღალია ვიდრე ჟოსელინ ედვარდსის. ეს ჩხუბი ჟოსელინ ედვარდსისთვის არის ერთი კლასით ზემოთ ასვლა, რისთვისაც მგონია რომ
ჯერ მზად არ არის. კოეფიციენტებიც მეტანხმებიან 1 და 42 აქვს ნორმას. დიდი ფავორიტია ჟოსელინ ედვარდსის 2 და 82 წინააღმდეგ და ჩემი პიკი იქნება ნურმა დუმონტის გამარჯვება. გავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს ალექსანდრე ჰერნანდეზი, რაფაელ გარსიას წინააღმდეგ და მსგავსად წინა ჩხუბისა ეს ორი მებრძოლიც winning streak-ებით მოდიან. აგერ რაფა გარსიას ორი მოგება აქვს ზედიზედ. ბოლო ორი მოგება ჰერნანდეზს აქვს დიეგო ფერეირასთან და ჩეის ჰუპერთან. ორივე ნოკაუტით მოიგო. ძალიან კარგად გამოიყურებოდა მაგ ჩხუბში. ვფიქრობ აჩვენა თავისი განვითარება მაგ ორ ჩხუბში ამ მებრძოლმა. ორივე ჩხუბში გეგმა ჰქონდა რომ კონტრშემტევად ყოფილიყო და ორივე მებრძოლი კონტრ დარტყმით დაიჭირა და ისე დააფინიშა. თავიდან ჰერნანდეზი ყოველთვის კარგად გამოიყურება ხოლმე პირველ რაუნდს და აი მეორე რაუნდის პირველ ნაწილს ყოველთვის ძალიან კარგად ჩხუბობს, ხოლო აი მესამე რაუნდში ცოტა იღლება ხოლმე, ცოტა სლოფი მესამე რაუნდები აქვს ხოლმე. შეიძლება ამ ჩხუბშიც აჩვენოს რომ მაგ მხრივაც განვითარებულია და მესამე რაუნდში ძალიან კარგად იჩხუბოს, თან 33 წლისაა და ფიქრობ პიკში არის უკვე თავისი კარიერის პრაიმშია, ხოლო რაფა გარსიას რაც შეეხება ძალიან dog tough ტიპი არის, მესამე რაუნდს ჩხუბობს ყველაზე კარგად. ბოლო ჩხუბი ჯარედ გორდონთანაც ზუსტად მესამე რაუნდში დააფინიშა გორდონი, თან კაპსონსონის დარბაზიდან არის, კალიფორნიაში ვარჯიშობს, თუნდაც კაპსონსონი თავის retirement fight-ში ვნახეთ რა მაგრა გამოიყურებოდა. ლერიან დაგლასი გვახსოვს ასევე სულ ეხლა ხანს იჩხუბა ეროსას წინააღმდეგ, ეგ ბიჭიც კაპსონსონის დარბაზიდან არის და კიდევ არის დენი სილვა კემბელთან რო იჩხუბა ლონდონის ქარზე. ორივემ ძალიან მაგრამ მოიგეს. პატარა ანდერდოგია რაფა გარსია 2 და 0 რო აქვს, ალექსანდრე ჰერნანდეზ 1 და 72 აქვს. სულ რამდენიმე დღის წინ უფრო დიდი ფავორიტი იყო ჰერნანდეზი. შეიცვალა მოკლედ და ძალიან ყურადღება მისაქცევია ჩემი აზრით, იმიტომ რომ წინა ჩხუბი მაიკლ ჯონსონთან ჩაეხსნა ჰერნანდეზ, გაუქმდა იმის გამო რომ ძალიან დიდი ცვლილება მოხდა კოეფიციენტებში. საეჭვო იყო UFC-სთვის, აშკარად ფული უფრო მოდის რაფა გარსიაზე და მაგიტო იცვლება კოეფიციენტები. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაეჭვებს და მაფიქრებს ეს ყველაფერი. თავიდან ვფიქრობდი ჰერნანდეზის გამარჯვებას და ვფიქრობდი რომ ჰერნანდეზი დამეფიქა, მაგრამ ეხლა რასაც ვფიქრდები, ვფიქრობ რომ რაფა გარსია დავფიქო, მგონია რომ გადაიტანს პირველ მეორე რაუნდს ჰერნანდეზისას და შეიძლება მოპაროს კიდევაც მეორე რაუნდი, მესამე რაუნდს ვფიქრობ აუცილებლად მოუგებს. მოკლედ გავრისკავ და ამ ჩხუბში ჩემ პიკს გავაკეთებ რაფა გარსიას. გადავხვდეთ შემდეგ ჩხუბზე, დეივი გრანტი, ადრიან ლუნა მარტინეტის წინააღმდეგ. დეივი გრანტი არის UFC ვეტერანი, აგერ 40 წლისაა უკვე, მაგრამ არაფერი არ ეთყობა ამ კაცს 40 წლისას. მშვენიერ ფორმაშია, თავის ბოლო ჩხუბში მშვენიერ ფორმაში იყო, სისწრაფეც ადგილზეა, ძალაც ადგილზეა, თუმცა პირველად დაფინიშდა წინა ჩხუბში. ძირითადად არ ფინიშდება ხოლმე ეს კაცი, მაგრამ მოახერხა ჟორდეინმა, ჩვენმა ნაცნობმა ჟორდეინმა წინა კვირას რო იჩხუბა, დააფინიშა მოკლედ პირველ რაუნდში, ძალიან მაგარი ფრინავი მუხლი ჩაუსვა და შემდეგ გილიოტინაზე დაიჭირა, თუმცა აი გილიოტინაზე დაიჭირა მაშინ როცა შებარბაცებული დეივი გრანტი ფეხებში შევიდა. ვფიქრობ ძალიან ძნელია საერთოდ ესე ნოკაუტით რო დააფინიშო, მაგრამ ძალიან მაგარი გილიოტინა აქვს ჟორდანს, ფეხში შესული დეივი გრანტი ესე დაიჭირა, კისერი აუღო და დააფინიშა. მანამდე ორი მოგება ჰქონდა დემონ ბლეკშიართან და რეიმონ ტავერასთან, ორივეში ანდერდოგი იყო, ძალიან მაგარი მოგებებია, ყველა ფიქრობდა რომ წააგებდა, მაგრამ შვენივრად მოიგო, ხოლო მის მეტოქეს მარტინეტის რაც შეეხება, დებიუტს გააკეთებს მარტინეტი ახლა UFC-ში, კონტენდერებში აქვს მოგებული თავისი კონტრაქტი, მარკ ვოლოგდინის წინააღმდეგ, მარკ ვოლოგდინიც ვნახეთ წინა კვირას კანადის ქარtze. წინა ვიდეოს predictions როცა ვაკეთებდი, გირჩიეთ ვოლოგდინის და მარტინეტის ჩხუბი გენახათ. კიდევ ვიტყვი თუ არ გაქვთ ნანახი და კიდე თუ არ გიყურებიათ, ეგ იყო დანა ვაიტის კონტენდერების სერიაში, დიდი ალბათობით საუკეთესო ჩხუბი, 3 რაუნდიანი ომი არის, თუ არ გინახავთ გადადით ნახეთ. სტილისტიკურად ძალიან მსგავსი მებრძოლები არიან გრანტი და მარტინეტი, ორივე ძალიან გამძლეა და ორივე სულ წინ მიდის. როგორც თქვი, გრანტი UFC ვეტერანია, უამრავი ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული და ბევრად გამოცდილია ვიდრე მარტინეტი და ზუსტად ამიტომ ძალიან მიჭირს ამ ჩხუბში პიკის გაკეთება. კოეფიციენტები რომ მოუშველიო, 1 და 76 აქვს გრანტს და ლუნას 2 აქვს კუში. თავიდან რამდენიმე დღის წინ ძალიან თანაბარი იყო,
თითქმის ერთნაირი კოეფიციენტი ჰქონდათ ორივეს და როგორც ჩანს გრანტისკენ მოდის ეხა უფრო ხალხი ძალიან მიჭირს ამ ჯგუფში არჩევნის გაკეთება მსგავსად როგორც main event-ში კოეფიციენტიც 1.48 აქვს 2.5 რაუნდზე მეც და ვფიქრობ რომელიმე მებრძოლის არჩევასთან შედარებით უფრო უსაფრთხოა და ზუსტად ამიტომ ვაკეთებ ამ ფიქს. შემდეგ ჯგუფი Montel Quick Jackson-ი ჰაონი ბარსელოსის წინააღმდეგ ესეც მსგავსად წინა ჯგუფისა იქნება ვეტერანის და შედარებით ახალგაზრდა მებრძოლის დაპირისპირება. Montel Jackson-ი 33 წლისაა. ბოლო ჯგუფი წაგება აქვს, თუმცა მაგ ჯგუფამდე მშვენიერი 6 კაციანი winning streak-ი ჰქონდა. Davison Figueiredosთან წააგო ყოფილ flyweight-ის ჩემპიონთან. მანამდე მშვენიერი მოგებები აქვს Daniel Marcos-თან და Demon Blackshear-თან. სტრაიკერია ეს კაცი, უსწრაფესი ხელებით, ძალიან გრძელი არის თავისი წონეთი კატეგორიისთვის, bantamweight-ში ჭუბობს მოგეხსენებათ და ძალიან გრძელი ხელები აქვს. სიმაღლეში დიდი არის, Joe Rogan-ს აქვს ნათქვამი მახსოვს, რომ bantamweight-ში ჭუბობს Montel Jackson-ი და ხელებზე უკეთია heavyweight-ის ხელთათმანები. ჰაონი ბარსელონს რაც შეეხება 38 წლისაა და 4 კაციანი უმაგრესი winning streak-ით მოდის. შეიძლება ითქვას, რომ UFC-ში მეორე სუნთქვა გახსნა ბარსელონსმა და აგერ 2024 წლიდან 4 კაციანი winning streak-ი აქვს და პირდაპირ გეტყვით, რომ ფიქრობ ძალიან დიდი შანსი აქვს ამ ჯგუფში, რომ Montel Jackson-ი დაამარცხოს. მოჭიდავეა, ძალიან კარგად ჭიდაობს, დგომშიც კაი სტრაიკინგი აქვს, მაგრამ ფიქრობ, ყველაზე დიდი უპირატესობა ბარსელოსის არის თავისი ჭიდაობა და გრეპლინგი. ბოლო ეს 4 ჯგუფი რაც აქვს მოგებული, ყველა თავისი ჭიდაობით მოიგო. Peyton Talbot-ს მოუგო, რაც იყო ხალხისთვის სიგიჟე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ანდერდოგი იყო მაგ ჯგუფში. კოდის მოუგო, კოდი განვაც მოუგო და ბოლოს რიკი სიმონთან მშვენიერი ჯგუფი აჩვენა, მოჭიდავეს, მოუგო თავისი ჭიდაობით. დგომშიც გაიმართა ის ჯგუფი და დგომშიც მშვენივრად ედგა. ძალიან გამაკვირვა ბარსელოსმა და ამჯერად აღარ დავაფეიდებ ბარსელოს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ჯგუფში ჩემი ფიქი იქნება ბარსელოსის გამარჯვება. თან წინა ჯგუფში ფიგი მჭიდაობით მოუგო ზუსტად Jackson-ს და ნანახი რომ აქვს, რომ შეიძლება ამ კაცის ჭიდაობით მოგება, თან ფიგის დაახლოებით მსგავსი სტილი აქვს როგორც ბარსელოს და როცა ნანახი მაქვს რომ მსგავსად შეუულია მოუგოს უბრალოდ ვერ დავფიქავ Montel-ს თუმცა არ გამოურიცხავ იმას რომ შეიძლება Montel Jackson-მა დაიჭიროს რაღაც დარტყმაზე და გათიშოს ბარსელოსი თან ბარსელოსის ყბა არც თუ ისე ძლიერია წარსულში არის გათიშული ბევრჯერ ბარსელოსი ასაკშია მაინც ეხლა და ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება დაიჭიროს რამე დარტყმაზე და გათიშოს თან Montel Jackson-ს აქვს ძალიან სწრაფი ხელები თან ზუსტად ისეთი შაოს Jackson-ი თავის მეტოქეებს როგორც ბარსელოსი ითიშება ხოლმე აი ერთი დარტყმით თიშავს მაინც მივედობი ვეტერანს ამ დაპირისპირებაში და გავაკეთებ ბარსელოსის პიქს კოეფიციენტებსაც რო ჩავხედოთ რა თქმა უნდა ანდერდოგია ბარსელოსი 2.53 აქვს კოეფიციენტი Montel Jackson-ს 1.54 და ჩემი პიკი არის ამ დაპირისპირებაში რაუნდი ბარსელოსის 3 რაუნდის wrestle-fuck-ი. შემდეგი ჯგუფი გვაქვს მარკუს ბუშეშა, რაიან სპენის წინააღმდეგ. მარკუს ბუშეშა, ვინც არიცით, არის ჯიუ-ჯიტსუს ლეგენდა, უდაო ლეგენდა, უმაღლესი დონის ჯისერია ეს კაცი და მოკლედ გადმოვიდა MMA-ში, დაიწყო კარიერად MMA-ში, ჯერ თავიდან One Championship-ში ჭუბობდა და ეხლა UFC-ში გადმოვიდა, თუმცა საკმაოდ ცუდად გამოიყურება UFC-ში 0-1-1 აქვს რეკორდი, ერთი წაგება აქვს და ბოლო ჯგუფი აგერ ფრემორჩა ენზე ჩუკუსთან. პირველი და მესამე რაუნდი წააგო ენზე ჩუკუსთან, მაგრამ მეორე რაუნდში ქულა დააკლეს ენზე ჩუკუს და ეგ რაუნდი მოიგო თან ბუშეშამ და გამოვიდა 10 რაუნდი და ზუსტად მაგიტო საერთო ჯამში 28 დააფიქსირეს მსაჯებმა. ბუდაისთან ცალსახად წააგო და ერთი სიტყვით ძალიან არ მომწონს რა ბუშეშას MMA-ში გადმოსვლა, ძალიან მაგარი ლეგენდა იყო, ძალიან მიყვარდა და MMA-ში როგორც ჭუბობს ეხლა ძალიან არ მომწონს. ნადვილად იღლება, საერთოდ ვერ იყენებს თავის ჯიუ-ჯიტსუს და გარტფულინგს აკეთებს ხოლმე წინა ჯგუფში ენზე ჩუკუსთან რამდენჯერმე გააკეთა და MMA-ისთვის ძალიან ცუდია, როცა დგომში გახარ და შენით ჩადიხარ ძირს და ცდილობ რომ ჩაიყოლიო ქვემოთ შენი მეტოქე. მის მეტოქე რაიან სპენს რაც შეეხება, რაიან სპენი light heavyweight-ში მოღვაწეობდა თავიდან UFC-ში. ძალიან საშუალო დონის მებრძოლია საერთოდ. ორი ჯგუფია heavyweight-ში გადავიდა, წონა რომ აღარ დაიკლოს ბევრი. პირველი ჯგუფი წააგო heavyweight-ში ვალდო აკოსტასთან.
და შემდეგ ლუკას ბჟესკისთან მოიგო, გილიოტინით მოიგო პირველ რაუნდში, თუმცა არ აქვს ამ კაცს კაი გრეპლინგი, ფეხში შესულ მეტოქეს უბრალოდ კისერს უღებს ხოლმე და კარგი გილიოტინა აქვს, თუმცა საერთო ჯამში არ აქვს კარგი გრეპლინგი. თეიქდაუნებზე საერთოდ არ შედის, არ იცის ჭიდაობა კარგად. ძირითადად სტრაიკერია, მაგრამ პირველი 6-7 წუთი მერე მაინც იღლება და აღარ ბრწყინავს. სტრაიკინგში აშკარა უპირატესობა ექნება სპენს, ხოლო გრეპლინგში და ჭიდაობაში ექნება ბუშეშას. ვფიქრობ, გაიწელება ეს ჩხუბი უფრო, დაიღლება ორივე მებრძოლი და ვფიქრობ, რომ უფრო ბოლოსკენ მივა ეს ჩხუბი და ზუსტად ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ბრძოლაში ფიქს გავაკეთებ 1.5 რაუნდზე მეც. 2.30 აქვს 1.5 რაუნდზე მეც კოეფიციენტი ამ ჩხუბში, რაც ცოტა გასაკვირია ჩემი აზრით. ანუ ბუქმეიკერები ფიქრობენ, რომ თავიდანვე უნდა იყოს ფინიში. საინტერესოა ჩემი აზრით და აგერ პლასმანი იქნება ჩემი პიკი. გადავედით პრელიმებში და პრელიმების ბოლო ჩხუბი გვაქვს როდოლფო ვიეირა, ერიკ მაკონიკოს წინააღმდეგ და აქ ამ ჩხუბშიც გვყავს ჯიუ-ჯიტსუს ფინომი. როდოლფო ვიეირა არის უმაღლესი დონის ჯიცერი, მსგავსად ბუშეშასი, გადმოსული არის ჯიუ-ჯიტსუდან. ყველაფერი მოგებული აქვს საერთოდ ჯიუ-ჯიტსუში. ბუშეშასგან განსხვავებით, შედარებით კარგი MMA კარიერა აქვს აწყობილი ვიეირას, თუმცა არც ის არ ბრწყინავს. იმის შემდეგ, რაც UFC-ში შემოვიდა, აქვს მოგებები, წაგებებიც აქვს. ძირითადად მაინც, რა თქმა უნდა, გრეპლინგით იქებს ხოლმე, ძირს ჩაყავს და იქ მტკინვეულით აფინიშებს ხოლმე თავის მეტოქეს. თავის ბოლო ჩხუბამდე ძალიან გამძლე იყო ვიეირა. არ ქონდა ფინიშით წაგება, თუმცა აი ბონიკალმა მესამე რაუნდში უდიდესი ჰედკიკით დააფინიშა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო. ბონიკალი იმ ჩხუბში ვიეირამ გამოაჩინა ისე როგორც რაღაცა უმაღლესი დონის სტრაიკერი. ასაკითაც არ არის ვიეირა პატარა, 36 წლისა უკვე და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა დაიწყება ახლა ვიეირას დაღმასვლა, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა იმ ჩხუბში ბონიკალთან. ხოლო მის მეტოქეს რაც შეეხება, მოკონიკოსაც მესამე რაუნდში აქვს თავისი ბოლო ჩხუბი წაგებული, მაგრამ ძალიან კარგად გამოიყურებოდა მანამდე განსხვავებით ვიეირასი. ძალიან კარგად გამოიყურებოდა მოკლედ პირველ მეორე რაუნდში სასურკაევთან წააგო. მანამდე კოდი ბრანდესთან აქვს split decision-ით მოგებული და იმის წინ რუზიბოევმა დააფინიშა. ეს სამი ჩხუბი აქვს UFC-ში. სტრაიკერია ეს კაცი. ფიქრობ თუ მოახერხა და ეს ჩხუბი ფეხზე გააჩერა, ექნება შანსი რომ მოიპოვოს გამარჯვება ამ დაპირისპირებაში. ძალიან დიდი ფავორიტია ამ დაპირისპირებაში ვიეირა 1.35 აქვს კოეფიციენტი, მაკონიკოს აქვს 3.12 და ვენდობი მაკონიკოს მოკლედ underdog pick მექნება ამ დაპირისპირებაში და ავირჩევ მაკონიკოს. შემდეგი 6 ჩხუბი გვაქვს დარჩენილი პრელიმების, არც თუ ისე საინტერესო ჩხუბებია ჩემთვის, ამიტომაც ზედაპირულად გავაკეთებ პიკებს. შემდეგი ჩხუბი არის სედრიკ დუმასი ჯეისონ მაკოის წინააღმდეგ. რაზეა რა დუმასი რას აკეთებს UFC-ში, 4 წაგება აქვს იმის შემდეგ რაც UFC-ში მოვიდა და 1 ფრე და რამდენჯერმე იყო დაჭერილი ციხეში, არ ვიცი რატო ყავს კიდე UFC-ს ეს კაცი. მის მეტოქეს რაც შეეხება ჯექსონ მაკოი 6-2-ზე აქვს ბალანსი, 2 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული და ორივე წაგება აქვს, კოეფიციენტებს ჩავხედავ. ფავორიტია ამ ჩხუბში მაკოი 1.59 აქვს, დუმას აქვს 2.58 და ბევრს ვერ ვილაპარაკებ და ვერ ვიფიქრებ ამ ჩხუბზე, პირდაპირ გავაკეთებ ჯექსონ მაკოის პიკს. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს მაირა ბუენოს სილვა, მიშელ მონტაჟის წინააღმდეგ. ბუენო სილვა მოდის 4 ბრძოლიანი losing streak-ით, ანუ 4 ბრძოლა აგებს ზედიზედ, ის მეხუთე ფრე აქვს. ანუ სულ 5 ჩხუბია რაც არ მოუგია. მახსოვს ძალიან მაღალ დონეზე იყო, ქამარზე აქვს ბენინგტონთან ნაჩხუბი. ძირითადად გრეპლერია ეს გოგო, ძალიან ცუდი დგომი აქვს, ჭიდაობაც არ აქვს კარგი, ჯიუ-ჯიტსუ აქვს მაღალი დონის. მის მეტოქეს რაც შეეხება, მიშელ მონტაჟი არის ავსტრალიელი მებრძოლი 7-0-ზე ბალანსით, დამომარცხებელია. ერთი ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული და მოგებული აქვს ის ჩხუბი. ესეც არ არის კარგი სტრაიკერი, მსგავსად თავისი მეტოქისა, მაგრამ ძალიან კაი მოჭიდავეა. და ზუსტად ამიტომ ვფიქრობ ეჭიდავება ბუენო სილვას და მოუგებს ამ ჩხუბს. კოეფიციენტებს ჩავხედოთ ამ ჩხუბისასაც 3.95 აქვს ბუენო სილვას, ძალიან დიდი underdog-ია, მონტაჟს აქვს 1.24 და რა თქმა უნდა ჩემი პიკი იქნება მიშელ მონტაჟი ამ დაპირისპირებაში. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს ჯაფელ ფილო, კოდი დურდენის წინააღმდეგ. კოდი დურდენი სულ რამდენიმე დღის წინ ჩაჯდა მეჩაპში, მანამდე ლუკას როშასთან უნდა ეჩხუბა ფილოს. ამოვარდა მოკლედ რავმის გამო როშა და დურდენი ჩაჯდა. ძალიან დიდი underdog-ია დურდენი ამ ჩხუბში, ჯერ მარტო იმიტომ რომ short notice fight-ია და
და მე კიდე ბოლოს ჯგუფში მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ვფიქრობ რომ საერთოდ დორდენი იმიტომ ჩაჯდა ამ ჯგუფში რომ იცის რომ ბოლოსკენაა დიდი ალბათობით კონტრაქტი რომ დაუმთავრდება UFC აღარ გაუგრძელებს კონტრაქტს და ეხა ასე ვთქვათ დახმარება გაუწია UFC-ს მებრძოლს ეძებდა UFC ამ მატჩაპისთვის და უნდა რომ ასე ვთქვათ UFC-ს კეთილგანწყობა მოიპოვოს იქნება გაუგრძელონ კონტრაქტი ვფიქრობ აუცილებლად მიწაზე გაიმართება ეს ჯგუფი და ვფიქრობ რომ ფილო რაღაცაზე დაიჭერს დორდენს და მტკივნეულით მოუგებს შემდეგ ჯგუფი ფრენსის მარშალი ლუკას ბრენანის წინააღმდეგ ეს ჯგუფი საერთოდ გუშინ ჩასვეს აქამდე საერთოდ არ იყო ქარდზე ფრენსის მარშალი არის ახალგაზრდა კონტენდერი UFC-ში აგერ ორი თვის წინ იჭუბა ერიკ სილვასთან და პირველ რაუნდში უმარტივესად მოიგო და მგონია რომ ამ ჯგუფსაც აუცილებლად მოიგებს ლუკას ბრენანი არის ახალგაზრდა მებრძოლი რომელიც ბელატორში მოღვაწეობდა 11-2-ზე აქვს ბალანსი და ბელატორის დაშლის შემდეგ გადმოვიდა ეხლა UFC-ში და თავის დებიუტს გააკეთებს ძალიან დიდი ფავორიტია ამ დაპირისპირებაში მარშალი და ჩემი პიკი იქნება რა თქმა უნდა მარშალის გამარჯვება შემდეგ ჯგუფი ვიქტორ ვალენზუელა დაუპირისპირდება მაქს გრიფინს კიდევ ერთი ვეტერანი გვეყოლება მაქს გრიფინი 40 წლის მებრძოლია რომელსაც საკმაოდ დიდი კარიერა აქვს UFC-ში ხოლო ვიქტორ ვალენზუელა დებიუტს გააკეთებს ახლა UFC-ში ვიქტორ ვალენზუელას აქვს კონტენდერებში ნაჩხუბარი 2025 წელს და წაგებული აქვს თუმცა იმის მერე იჩხუბა ერთი ჯგუფი UFC-ს გარეთ და მოიგო და როგორც ჩანს ახლა აძლევენ კონტრაქტს მაქს გრიფინი ორკაციანი წაგებათა სერიით მოდის ეს ორივე მებრძოლი არის სტრაიკერი და მგონია რომ დგომში გაიმართება ეს ჯგუფი ფავორიტია ვალენზუელა დებიუტანტი მაქს გრიფინის 2-18-ის წინააღმდეგ და ვფიქრობ რომ ვალენზუელა მოიგებს ამ დაპირისპირებაში და ბოლო ჯგუფი ტალიტა ალენკარი ჯულია პოლასტრის წინააღმდეგ ეს ორივე გოგო არიან გრეპლერები და მსგავსად ერთმანეთისა ორივეს ერთნაირად თავისი ბოლო ჯგუფი აქვს მესამე რაუნდში მოგებული თუმცა პოლასტრის აქვს ნოკაუტით მოგებული მესამე რაუნდში კაროლინა კოვაკევიჩის წინააღმდეგ ხოლო ალენკარს აქვს კარნელოსის წინააღმდეგ ოღონდ რეერნეიქედით მოგებული ანუ საბმიშენით ძალიან დიდი ფავორიტია პოლასტრი ამ ჯგუფში 1.37 აქვს კოეფიციენტი ალენკარს აქვს 3.02 ვფიქრობ ასეთი დიდი ფავორიტი ნადად არ უნდა იყოს პოლასტრი მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მგონია რომ პოლასტრი უკეთესი მებრძოლია შეუძლია დგომში ჯგუფი და ძალიან კაი გრეპლინგიც აქვს და ზუსტად ამიტომ დავფიქავ ჯულია პოლასტრის. სულ ეს იყო მეგობრებო ჩვენი ამ კვირის ქარდის პროგნოზები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ უბრალოდ პროგნოზები განსხვავდება ბეტინგ პროგნოზებისგან და ბეტინგ პროგნოზებს იხილავთ შემდეგ ვიდეოში, ანუ შემდეგ ვიდეოს გავაკეთებ ბეტინგ პროგნოზებისას. ეს არ არის ბეტინგ პროგნოზები კიდევ ერთხელ ვამბობ. სხვა კვირებთან შედარებით დაბალი დონის ქარდია ეს, მაგრამ ძალიან მაგარი ქარდები მოდის მომავალში დამერწმუნეთ, ძალიან მაგარი ზაფხული გველის. შეგახსენებთ რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.